მოგესალმებით მეგობრებო, ვინც არის გვაქვს Lucky Day ყველას ყოველ დღე და დღეს ეს ჩელენჯი არ გვინდა. ვითამაშებთ 5 სხვადასხვა game mode-ზე. მოდი ვითამაშოთ duel-ზე და ავისოთ ბრაულერები. მოკლედ მოდი პირველი იყოს რა ბრაულერი ავირჩიო, ფენგი მყავს. Ufengi ამიქონზე არ მყავს მგონი. მოდი კორდელიუსს ავირჩევ. ასევე შემოგთავაზებთ კორდელიუსის აკაჩის ვიდეოსაც პერლი არ მინდა. მოდი ამჯერად კიკის დავიტანებ და ჩვენ შემდეგ ბრაულერად იყოს ეში, მაგრამ არ მინდა ეს სკინი. სხვა სკინი არც მაქვს, კაი ხა იყოს ეს სკინი. მაგრამ არ მომწონს დიდად მე ეს მოკლედ ამ ტურზე იქამდე ვითამაშებ, სანამ არ მოვიგებ ერთხელს, მაგრამ თუ მინდა რომ სხვა ტურებზე ვითამაშებ, შეიძლება აქ მარტო ერთხელი ვითამაშო. გეილს წესრიგო. ესე მარტივად მოვიგებ გეილს, მაგრამ ბულთან შეიძლება ცოტა გამიჭირდეს. ახავაცილე და ეს არ უნდა მექნა, მაგრამ ბულსაც მოვუგებ. აქ ბრაულერებზე თუ შეამჩნევთ პინები მაქვს ბევრი ცოტა, 3 პინის მეტი არ შემიძლია რომ დავიყენო, მაგრამ ბევრი პინი მაქვს და ამ ხელთაც ასე უმარტივესად მოვიგებ. მოდი პირველი ჩვენი ჩავთქვათ გავხსნათ. გაორმაგ და გაოთხმაგ და თო არა სუპერელი. ოთხი სუპერელი вообще არ მაინტერესებს რა თქმა. აქ რა გვაქვს? მოდი დუელი მომეწონა, ეს ბრაულერები არ ვიცი, ამიტომაც მოდი კიდე ერთხელს შემოგთავაზებთ დუელზე. ამ ვიდეოში სულ ვითამაშებ 10 ხელს და დავიწყე რომ ვითამაშებ 10 ხელი და 10 ხელიდან 6 ხელი უნდა მოვიგო. ჯერჯერობით 1 ხელი მაქვს მოგებული. შელისთან ახლოში არ მინდა. მე ცოტა ეს დავდგები, თუ სუპერი ამოვსება, ესე იგი ახლოს არის. ახლოს არის? არა, ეს აღარ მაწყობს. ზონა პატარავდება და შელის ახლოში ვერ მოვუგებ, შელი მიცის. ამიტომაც გონი მალე შელისთან წავაგებთ. არა მოვიგებთ. გავანადგურეთ აქ შელი. გრიფი არის ჩვენ წინააღმდეგ და გრიფთან ვაპირებ პირდაპირ სუპერში აი ასე ჩავსვა, შემდეგ დავუშვა, მაგრამ არ გამომევა მგონი გრიფის წინააღმდეგ მოგება და ციცასე მარტივად. მოკლედ ეხლა ცოტა ესე უნდა დავდგე, რომ მთავარია ბიმ არ გამარტყას. ის გააკეთეს რაღაცა თავის გარშემო. მოდი ახლა მე დაველოდები ზონის და პატარავებას. მე რა დებილია რას ესროლა, ყველას ესროლა თავისი თავარი ყიდა. ვით მომიგებს ეს მოთამაშე. ისე შორს მომცველი ბრაულერები არ მყავს არჩეული თუ შეამჩნიეთ. ეს ამ ბრაულერის ტაქტიკა არის, გარშემო აკეთებს ამ ბზიკებს დასაწყისში რო არ მივეყარო და როგორც ჩანს ძალიან კარგი მოთამაშეა ეს ბრაულერი. ეს ბრაულერი რა ეს ადამიანი ბითი, მაგრამ თუ დაველოდები ზონის და პატარავებას ჩვენ მარტივად მოვუგებთ სავარაუდოდ. უბრალოდ ამ კედლის იქით არ მინდა დავჭე. ვიცოდი რომ ამას გააკეთებდა, რა კარგად თამაშობს, მაგრამ ახლა რა უნდა გავაკეთო? ეს არ მაწყობს. გონი წავაგე, რა კარგად ითამაშა.
10 ხელიდან 1 ხელი მოვიგე. ჩემი აზრით ეში უნდა შევცვალო და დავაყენო. არა, კიტი მეყენება, კარგი და ერთის მაგივრად დავაყენოთ ემზის. მაგრამ არ გინდა, მოდი გადავიდეთ ჩვენ შემდეგ ტურზე. ეს იყო დუელი. მოდი იყო შემდეგი ბრაულ ჰოკეი. აქ რა ბრაულერი დავიყენო? მოდი კენძის დავიყენო, წინ მივჭვალდები და უსად გოლს გავიტანე. მოკლედ, ეხლა ის არის ძალიან მარტივი მაპი არის, იმიტომ აქედან რო გავაძვინო ამ კედლებიდან ეგრევე გავიტან თითქმის გოლს მალევე, მაგრამ წინ კედელია. კედელი ყოფილა, ვერც მევხედავ და წეღანაც მაგას ვარტყავ. აქ გავაკეთებთ ახლა. მოკლედ ესე ვიზავ. აგერ მივხვდები, აქ თამაშობ, შემთხვევით დავარტყი. აქ მოტის მეყეს თუნა გაიტანოს და გაიტანა კიდეც. ამ ხელს სავარაუდოდ მოვიგებთ, რადგან არ ყავს ჩვენი აზრით ამ ტურისთვის შესაფერისი მოწინააღმდეგეები და მოტის მარტივად ერთი გოლი გაიტანა. აღარ მე თუ მყავს მორტის დავიყენებ, რადგან მალევე მივალ ბურთთან. სუპერ რეილი, ეპიკი, ორი ცალი ეპიკი, მითიკი. ორი ცალი მითიკი, ორი ცალი ულტრა ძალიან კარგი იქნებოდა, დაჯეტი დავაგდე გეილის. და ვაფშე ფრენკი კაი ვარიანტი არ იქნებოდა. კაი, მოდი დავიყენებ წეღან რაც გითხარით. მაგრამ რა თქვი დამავიწყდა. და მორტისი არ მოყოლით. მოდი, არა, ისევ ამ ბრაულერით გავაგრძელო, ანუ ფრენკი მინდა, მაგრამ მოდი მიკოსს დავიყენებ. წისელის სკინი არ მაქვს, მოდი ამ სკინს დავიყენებ. ეს სკინს რა არ მომწონს ის მიკოს სკინი, რომელიც მაქვს. მიკოიტო დავიყენე, რომ ყელს გადავახტები. მაგრამ აქ ეს რომ მოაბრაულერი გოლის გასატანად, მან ჩვენ გუნდს ვერ დავათმარები. აქ გადავხტეთ. რა გავაკეთე? დავარტყი, მაგრამ არ გამომივიდა. ცოტა არ იყოს ძლიერები შეგვიძლია. აქ დავარტყი და კიდევ ვერ გავუტანე. გვერდიდან დაარტყა მოწინააღმდეგე. და ეს გოლი იქნება? არ არის. აქ წინ მიცემს პასან თვითონ წავა და გაიგებს ან რამეს იზავს. ეხლა ამ ხელს გონი წავაგებთ. გამიგდე, არა. წინ წავიდე. აქეთ. შევანელე. დაგვეხა. დერილი რა კარგად თამაშობს გაჩვაში. აქ მორტის მოუყვე. რამდენი ბურთი აქვს და ამ ხელს წავაგებთ. ვეღარაფერი გააკეთა ჩვენიანმა დერილმა. აქ მორტის მოვიდა, მე დავარტყავ და ეს იქნება პირველი გოლი. მოკლედ ისევ იგივეს ვიზავ, ეხლა ასე წავალ. უკვე კარს იცავენ. ვეღარ დავარტყი, არა დამეგონა რომ დავარტყავდი. გავიტანეთ? ვერ გავიტანეთ. აქ იმათიანი დერილი გამოგორდა. თავისი სუპერით ჩვენიანმა დაარტყა. და ჩვენიანმა მეთი ეს ყველაფერი არის დასასრული. კიდევ ერთხელ გადაგვაჩინა აქ ჩვენიანმა ბილმა. აქ არა მოვიგებდით და არა დებილი ვარ.
მოკლედ, მოდი ახლა მარტო ფექსნებს შემოგთავაზებთ, რომ ვიდეო აღარ გაგვეწელოს. რაც იქნება ბასკეტბალი და გავიყენებ ფრენკის და თქვენ მარტო შემოგთავაზებთ სტარდროპების გახსნებს. ჩავა ეს პირველი super rare. სამი ჩაოს დროპი გვაქვს პირველი super rare. ეპიკი ხო გავორმართი. მითიკი და ლეგენდარია. არა ვაურას დააქტივს Star Power-ი როგორ გამიხარდა რეირი, სუპერ რეირი, ეპიკი, მითიკი მითიკი ორი ლეგენდარის ეპიზოდ მაგარი იქნებოდა 9 კლიკი მეჩაბოქსი, მაგრამ 9-ზე არაფერს დააქვს და ამით დავასრულებთ დღევანდელ ჩვენ ვიდეოს. ამ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. მადლობთ ყველას, ვინც ამ ვიდეოს უყურეთ.